დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი არაერთი სოფელი. მათ ნაწილს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. არის საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტიც. თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარებას გურიაში ჩასული მოხალისეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ არაერთი ოჯახი საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს. გამარჯვებული გამყოფა ღმერთმა, დახარებული გამყოფა ღმერთმა, და ვერ მოკალით შვილები. სადაურები ხარ. ქუთაისლი. ვაი, გაგახალათე. ხალბატონ. ესე ბევრი არაფერი არა. პური არის, პატარა რაღაც სანთლები წამოგიღეთ. შაქარი და სახში შემოიგეთ. არა, ჩვენ უნდა წევიდეთ ამას, დაგიტოვეთ. წყალი მოვიტანეთ ცოტა კიდე და სახში შემოიგეთ. დაგიდებთ ამას. ვდივართ და ვეხმარებით ოჯახებს. ღამის 3 საათი. მანქანები ამოვიყვანეთ და ვძლებთ გზას. ესეც ხალბატონ ნონას ფანიძესთან ვდივართ. წლოვან ბავშვებთან ერთად არის მარტო სახლში. მედიკამენტები და საკვები პროდუქცია მიგვაქვს. მოხალისეები გურიაში ამ დრომდე რჩებიან. ისინი სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად სოფლებში მიდიან და მოქალაქეებს ეხმარებიან. ეს იმენა ჭიშკარია, ხო? და კარებია წესით ეს, ხო? დიდი ჭიშკარი. ეს რა არის? ცუგა, მოდი ცუგა. დიდთოვლობის შედეგად ოზურგეთში არსებული ერთადერთი ბაზარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მაღაზიების ნაწილი თოვლით არის დაფარული, ნაწილი კი მიწასთანაა გასწორებული. დღეს ადგილზე იმყოფებოდა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი გიორგი სიორიძე. შეხედეთ როგორი განადგურებული არის აქ მოვაჭრეები ძალიან დიდ ფინანსურ ზარალსაც განიცდიან, მაგრამ ამავდროულად აქ არის სიცოცხლისთვის საშიში, პრაქტიკულად ჩამონგრეული არის ყველაფერი. ახლა როდესაც თოვლი უკვე უფრო დამძიმდა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არის ძალიან საშიში, როგორც რამოდენიმე მოვაჭრე, რომელიც აქ შემორჩა, გვეუბნება, მათ მიმართეს სამაშველო სამსახურს, არანაირი რეაგირება არ არის და გავიმეორებ მათ სიტყვებს, პატრონი არ ჰყავს ოზურგეთს, პატრონი არ ჰყავს ქვეყანას და რეალურად აქ არის სტიქიის ზონა და არანაირად უბრალოდ მოსული თოვლი. შეხედეთ რა ხდება. ჩვენ არ ვართ მოწყვეტილ სოფელში. ჩვენ ვართ ახლა ქალაქ ოზურგეთში, მის ცენტრში. ვითარება რთულია ლანჩხუთშიც. მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მოსახლეობას ეხმარებიან, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სოფლები, რომლებიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გრძელდება აქ ძიძგაწმენდის სამუშაოები, წუხა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა იმ სოფლებში, სადაც სევძელით მუშაობა სამუშაოები, გაიწმინდა ყველაზე რთული მონაკვეთი, რომელიც იყო სოფელი კოკათი, სადაც მოხდა მოსახლეობასთან დაკავშირება, მიმდინარეობს მთელ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით გზების წმენდა, მაგრამ არის ლოკაციები, რომლებიც არის შიდა გზები და არცევი არის ესეთი ლოკაციები, სადაც ფაქტიურად ჯერჯერობით ტექნიკა ვერ მიდის. სოფლებში შექმნილია ჯგუფები, რომლებშიც არის როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სამხედრო ძალები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა იმ გადაუდებელ ზარზე, რომელიც აქვს მოსახლეობას, მაქსიმალურად ცდილობენ რომ რეაგირება გააკეთონ. მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ არც ერთი თქვენი ზარი, რომელიც გადაუდებლად დახმარება საჭიროებს, არ დარჩება უყურადღება. ჟურნალისტი კესო მახარაძე ლანჩხუთის სოფელი აცანიდან ამბობს, რომ უკვე 6 დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. არსებული მდგომარეობის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. წუხელ ცოტა თოვდა, მაგრამ დღეს დილიდან ყინვა შესუსტდა. რა
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია წერენ რომ სოფელშიო ჯარია შემოსულიო დასახმარებლათო ჩვენამდე ჯერ არავინ არ მოსულა არც ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ განცხადება ამასთან დაკავშირებით მოკლედ სიტუაცია არ შეცვლილა გზა ჩვენამდე არ გაწმენდილა გადაადგილება შეუძლებელია აი ჭიშკარი როგორც გუშინ წინ გითხარით შუქი მე-6 დღეა უკვე აღარ მაქვს ამას ისიც დაემატა რომ თელ უბანს წყალიც აღარ მოგვეწოდება როგორც ჩანს დიდთოვლობამ რაღაცა დააზიანა და სასმელი წყალიც აღარ გვაქვს აცანიდან ვიდეოს ავრცელებს მოქალაქე თათა ჩხაიძეც შეუძლოდ გახდა დაბლა უბანში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარი ძალებით თავისმა ოჯახმა და მეზობლებმა ნიჩბებით ამოთხარეს მიწა თუ რაც არის თოვლი და ისე გადაიყვანეს რაღაცა მაღალი გამავლობის მეზობლის მანქანით სამედიცინო პუნქტამდე ყავს გარდაცვლილი. სტრესის ფონზე გულით ავადმყოფი მამაკაცი გარდაცვლილა. არის კიდე ისეთი ოჯახი, 3 მცირეწლოვანი ბავშვი ყავს, აღარც წყალი ჰქონდათ, წუხელ სახლი ენგრეოდათ და მეზობელმა შეიფარა. რაც შეეხება დახმარება, ჩვენამდე არანაირი დახმარება არ მოდის ხალხო. მთავრობის მხრიდან დარეკავდა გეუბნებიან, რომ გზა გაიხსნება და ველოდებით გზის გახსნას. არ შეიძლება ასე მოქცევა. საკუთარ ხალხთან. მარტო ჩვენთან კი არა, თქვენ ამომრჩევლებთან, ვინც თქვენ ამოგირჩიათ, ყველა ერთ ქვაბში ჩაყარეთ ახლა თქვენ და ყველა ერთიანად გაიმეტეთ. ძიმე ვითარებაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ბაჩო ახალაძე სოფელი კოხნარიდან ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ადგილობრივები ფაქტობრივად გარე სამყაროს არიან მოწყვეტილები. ამის მიუხედავად მოხალისეთა ნაწილმა ამ სოფელში მოქალაქეების დახმარება მაინც შეძლეს. ახლა ვიმყოფები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში. სადაც კატასტროფული მდგომარეობა არის. ჩვენ შევეცადეთ ჩვენივე ძალებით რომ გაგვეწმინდა დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი გზა ნიჩვებით, რათა მოსახლეობისთვის მიგვეტანა პირველადი მოხმარების პროდუქტები, პური, განსაკუთრებით პურის ანთელი და ასე შემდეგ, პირველადი მედიკამენტები. იმისათვის რომ ჩვენ ამ ყველაფრამდე მისულიყავით დაგვჭირდა აი როგორც აღნიშნე კილომეტრ-ნახევარი გზის გავლა, რომ თბილისიდან წამოსულ მოხალისე ბიჭებს შევხვდეთ გზაში, რათა ვერ ხერხდება ვერც ერთი გამავლობის მანქანის ამოსვლა სოფელში. ამ დროამდე ხელისუფლების მხრიდან არ ხერხდება არანაირი რეაგირება არ არის. ადამიანები მიტოვებული არიან ბედის ანაბარად. ვცდილობთ რომ ჩვენივე ძალებით გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. შუქი არ არის, რიგ სოფლებში წყალი არ არის სახლების გრევის საშიშროებაც. გურიაში გუშინ ღამით ჩავიდნენ ოცნების პრემიერი და მინისტრების ნაწილი. მათ ეგრეთ წოდებულ საკოორდინაციო შტაბში დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს. შემდეგ კი სოფლებში მოსახლეობასთანაც გამოჩნდნენ. აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელში რომამდე მოსასვლელი გზა. მთლიანად იყო გასაწმენდი, მთლიანად იყო მოწყვეტილი სოფელი, ეს სოფელი და რამდენიმე მიმდებარე სოფელი უზურგეთს, ქალაქს და ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად კომუნიკაცია არის აღდგენილი. გზის არსებობის გამო აქ ელექტროენერგიის მიწოდებაც არის ჯერ კიდევ შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. ენერგოპროსთან ქონდა ამაზე საუბარი და დაგვირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის შესაძლებელი. აქამდე არ გვაქვს არც ერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო ასე ვთქვათ გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყოველგვარ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას. სამოქალაქო აქტივისტი გურიიდან ირმა გორდელაძე ტელეკომპანია კავკასიასთან საუბრისას ამბობს, რომ რეგიონში მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ხელისუფლება მოსალოდნელ დიდთოვლობას მოუმზადებელი შეხვდა და რომ არა მოხალისეები სოფლებში ადგილობრივები კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, სადაც ეს დღეები საერთოდ არ გაწმენდილა გზა, უკვე მოდის ინფორმაციები, რომ ინგრევა სახლები
და მოსახლეობას ას პროდუქტები აქვს, ას მედიკამენტები აქვს. ზუგდიდში არ ცხოვრება პური და მოხალისეებმა ჩამოიტანეს ანუკას ფონდის დახმარებით, რა თქმა უნდა, გაიხსნა პატარა შტაბები ზუგდიდში ლანჩხუთში, სადაც აუცილებელი პირველადი პროდუქტები რიგდება და აწვდიან, ესე ვთქვათ, მოსახლეობას. ობახიძის განცხადება და ის საერთოდ როგორც შევიათ ხოლმე არის ტყუილი, ვისასრულებენ მაინც ვერ ხვდები, ახლა გურიაში ვინცაა დარჩენილი მოსახლეობა, იქ ვერ ხდება დაუშვათ, გზებია გაწმენდილი, ვინ პატრონობს, ვინ მიდის, ვინ მოდის, თვითონ ვერ ხვდებიან, ახლა დანარჩენ საქართველოს თუ ატყვევენ, არ ვიცი. დიდთოვლობის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ ჩაერთნენ. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს. დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან. დიდთოვლობას ებრძვიან იმერეთში სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 158 ერთეული ტექნიკით თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები გრძელდება. მაღალმთიანი ზონის 150-მდე სოფელი ჩაკეტილია, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30000-მდე აბონენტს, ბუნებრივი აირი კი 200-ზე მეც. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც, თუმცა ვიცე-მერის თქმით, ამ დროისთვის გზები გაწმენდილია, სოფლებს კი მიეწოდება როგორც ელექტროენერგია, ისე ბუნებრივი აირი. წალენჯიხაში ისევ თოვს, ძალიან რთული დღე იყო გუშინ, თუმცა გავუმკლავდით და შემიძლია გითხრათ, რომ წალენჯიხაში ყველგან არის მისასვლელი გზები, არანაირი შეფერხება არ შეექმნება გადაუდებელი დახმარების ავტომობილებს. შუქი, წყალი, გაზი ამ დროს მუნიციპალიტეტს მიეწოდება და ერთადერთი სადაც დიდი თოვლია ეს არის ბაღები. დიდთოვლობას გურიასა და აჭარაში 3 ადამიანი ემსხვერპლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება.